გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოკითხვები დღესაც გაგრძელდა, თუმცა ხდომა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემოდა. 5 აგვისტომდე კომისია სამკაციანი შემადგენლობით მოусმენს გამოსაკითხ პირებს. რატი მეტრეველი გვეტყვის, ვინ გამოიკითხა კომისიის ხდომაზე და რა კომენტარები გაკეთდა ხდომის დასრულების შემდეგ. საგამოძიებო კომისიის დღევანდელი ხდომა დასრულებულია, რამდენიმე პირი გამოიკითხა სამწევრიანი მოსმენის ფორმატში. დღეს მათ შორის იყო ლალი მოროშკინა, რომელმაც როგორც გვითხრა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას 2011 წელს მისი დაკავების და უშუალოდ პატიმრობის პერიოდის შესახებ, იმის შესახებ თუ როგორ ექცეოდნენ ადამიანებს პატიმრებს იმდროინდელი რეჟიმის წარმომადგენლები, რა პირობებში უწევდათ ყოფნა. უშუქოდ დარჩენილი და საკვების გარეშე დარჩენილი ლალი მოროშკინა საკანში ყოფებოდა ისე რომ მას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას, ეუბნებოდნენ რომ ის ამას არ იმსახურებდა. ამ ყველაფერს თავად მოროშკინა უკავშირებს პოლიტიკურ დევნასაც. ასევე მან თქვა რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ისეთი სენსიტიური ფაქტების შესახებ გამოძიებას, როგორიც არის არასრულწლოვანი პატიმრების გაუპატიურება, ის ინფორმაცია, რომელიც მან მისი უფლებადამცველობის პერიოდში მოაგროვა. ასევე დღესვე გამოიკითხნენ ბექა და დავით ცინცაძეები, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაანადგურა ნაცმოძრაობის რეჟიმმა სამეცნიერო პოპულარული დოკუმენტური ფილმების სტუდია რაკურსი, მხოლოდ იმის გამო, რომ აქ მომზადებული დოკუმენტური მასალა იქნება ეს ფილმები თუ სხვა ტიპის დოკუმენტური მასალა მათ პოლიტიკურ გემოვნებას არ ერგებოდა. მივაწოდა ინფორმაცია, როგორ დამატუსაღეს, როგორ ვიყავი დილეგში, როგორ არ მიუშვეს ადვოკატი, როგორ არ მქონდა ექიმთან ურთიერთობის უფლება. ახლა რო არიან წამოწევლილები და წამოგორებულები და 4-ჯერადი კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე და ახლა კომისიას მოვუყევი, რომ აი ეს პატარა ნაწილი, საიდანაც საკვები უნდა მოეწოდებოდეს, ვითხოვე, რომ გაღებული ყოფილიყო ჰაერი იქიდან მაინც შემოსული და შუქი და ამის უფლებაც არ მომცეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ მე ჩემი წვლილით შევიტანე, იმიტომ რომ ისეთი ფაქტები მოვყევი, რომელიც კომისიამ არ იცოდა და შეიძლება ბევრმა საქართველოში ჯერ კიდევ არ იცოდეს და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერია ესე, როდესაც დოკუმენტის სახით იქნება გამოცემული, მთელი ქვეყანა და არა მარტო საქართველო დაინახავს რეალურად რას ვებრძოდით. ერთადერთი სტუდია რეგიონში სამეცნიერო პოპულარული და რომელშიც სხვაებთან ერთად ხორციელდებოდა დოკუმენტური გამოძიებები რა. და ამ გამოძიებების პროცესში და გადაღების დროს წინა ხელისუფლებასთან მოგვდიოდა ძალიან კონფლიქტური სიტუაციები, სერიოზული რეპრესიები გავიარეთ, აი რაც შეიძლება ადამიანს წარმოდგენილი ჰქონდეს რა და დამთავრდა იმით, რომ ფიზიკურად დაანგრიეს რა, უშუალოდ გრევის პროცესი სააკაშვილი და უგულავაც მონაწილეობდა. დიდი მადლობა კომისიას, არ ვიცი ახლა ჩვენ როგორ დაგვეხმარება, იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარება, მაგრამ ეს ტიტანურ საქმეს, რასაც აკეთებენ, ეს არის სასწაული საქმე. კომისია, რომელიც საქართველოს აჩვენებს, რომ გაანალიზოს ადამიანებმა აი ბოლომდე კარგად, რომ ეს რა კატასტროფაში არსებობდა საქართველო რა. სამწევრიანი მოსმენის ფორმატით საგამოძიებო კომისია მუშაობას 5 აგვისტომდე განაგრძობს. 5 აგვისტოს შემდეგ კი მომზადდება უკვე დასკვნას უშუალოდ საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. პირდაპირ ეთერში რატი მეტრეველი საუბრობდა. 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. მიზანი 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სურათის აღდგენაა. საგამოძიებო უწყებამ ადგილზე დღეს კიდევ ერთი დაზარალებული მიიყვანა, რომელსაც რეზინის ტყვია გულმკერდის არეში მოხდა. გამოძიების მიზანია სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოხდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.
დაზარალებულის მონაწილეობით ტარდება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, თუ როგორ განვითარდა კონკრეტული დეტალები, როგორ განვითარდა მოვლენები, უშუალოდ იმ დაზარალებულის შემთხვევაში, რომელიც დღეს იღებს მონაწილეობას საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტში დაზარალებულის გარდა ბუნებრივია გამომძიებლებთან ერთად მონაწილეობას იღებს ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც რა თქმა უნდა ტექნიკური კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ მეტი დეტალური მითითებები აისახოს, ასე ვთქვათ, ოქუში, რათა სრული სურათი შეძლებისდაგვარად იქნას ასახული გამოძიების პროცესში. 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბექა ძამაშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განაცხადა, რომ როდესაც თავდასხმა ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციაზე, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია სპეციალური საშუალებების და ძალის გამოყენება. თუმცა კითხვის ნიშნები გაჩნდა გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ მათ შორის იმ შეჭრა შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა შეკრება მანიფესტაციებთან დაკავშირებით და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა ხარვეზე არ დაუფიქსირებია და ასევე ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ როდესაც თავდასხმა ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციაზე, ესეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია სპეციალური საშუალებების და ძალის გამოყენება. თუმცა კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, კერძოდ რამდენად შეიძლებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან მიყენებული ზიანის მინიმიზაცია, შემცირება, ხომ არ შეიძლებოდა ამ სპეციალური საშუალებების ისე გამოყენება, რომ ეს ზიანი საერთოდ არ დამდგარიყო, აი ამ მიმართულებით გაჩნდა კითხვის ნიშნები. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სასამართლოდან არის მოთხოვნა გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ეხება 20 ივნისს. რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ინტერესფერი რაც არის ამას გადაცემა პასუხები, იმიტომ რომ გამოძიება ჩატარდება და რა თქმა უნდა ასე იქნება, რომ საზოგადოება გაიგებს, რა პროცესები იყო, როგორ იყო, ვინ გახარია, რა თქვა სწორი, რა არ თქვა სწორი და ასე შემდგომ, ბოლოს და ბოლოს დადგინდება სიმართლე და ჩვენ კი ვიცით დაახლოებით ეს როგორც იყო და რაც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოძიების დონეზე დადგინდება უკვე რა პროცესებთან ჰქონდა საქმე 20 ივნისს. 20 ივნისის ქმედებებზე ბუნებრივია პასუხისმგებელი არის ის თანამდებობის პირი, ვინც დაგეგმა საპოლიციო ღონისძიება. ჩვენ ამავდროულად რა თქმა უნდა ნახეთ ის ძალმომრეობა, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მაგრამ იყო ის ღონისძიებები გამოყენებული, რომელთა გამოყენების შესაძლებლობა, ანუ ალბათობა იმის, რომ არ გამოყენებულიყო ეს ღონისძიებები, ალბათ სავარაუდოდ როგორც სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ასევე იმ გამოძიებით, რა გამოძიებაც არის დაწყებული ამ გადაწყვეტილების შემდგომ არის ღია და არის ნათელი და ამ ყველაფერში ბუნებრივია ხა შინაგან საქმეთა მინისტრი ვინც იყო, იური გახარია პასუხისმგებლობაც მისცემა. 17 ევროპული სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება საბჭოური სტილის დეზინფორმაციას უწოდებენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართულ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. მათი თქმით, ამ განცხადებაში კარგად ჩანს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის და იდენტობის დაცვას ვერ პატიობენ. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც. ადეკვატურობასთან ახლოს რომ იყოს ეს ხელისუფლება, მისთვის ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ ეს განცხადება არის წინაპირობა მათ შორის იმ კაცრი ნაბიჯების, რომელიც აუცილებლად ექნება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ქართული ოცნების მისამართით. ეს 18 საგარეო საქმეთა მინისტრი სად იყო მაშინ, როდესაც მაგალითად და სად არიან ხოლმე, როდესაც მაგალითად ევროპული ინსტიტუტები, საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს აფასებენ როგორც პოზიტიური დინამიკის მქონე ქვეყანას. სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ეკონომიკა ყოველწლიურად წინმიდის და ვითარდება. მსოფლიო ბანკი იგივეს ადასტურებს. საერთაშორისო ინსტიტუტები ამბობენ, რომ დემოკრატიული წინსვლა საქართველოში. ყოველ ჯერზე ინდექსი პოზიტიურად უმჯობესდება ქვეყანაში მთავრობისადმი კეთილსინდისიერების მიმართულებით და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. და მე ვთხოვდი ამ 18 საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იქნებ გადაეხედა თავისივე ევროპის ინსტიტუტების და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებისთვის საქართველოსთან მიმართებაში. და ესე HR-ზე ფასიანი განცხადებები არ გაეკეთებინა საქართველოს საწინააღმდეგოდ. პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა საპარლამენტო სუვერენიტეტში, ქვეყნის სუვერენიტეტში და ყველაზე მთავარი
დაფუძნებული უტიფარ სიცრუეზე და უტიფარ ტყუილზე. ეს ერთი და მიზანი არის ერთი, რომ საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო. მათი სურვილი, რომ საქართველო იმოქმედოს კითხვის გარეშე ისე, როგორი დავალებაც წამოვა ბრიუსელიდან. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქართველმა ხალხმა ის იმედი, რაც ჰქონდათ ცალკეულ ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვერ გაუმართლა ეს იმედი, იმიტომ რომ მარიონეტები ხელისუფლებაში არ მოიყვანა, საუბრობენ იმაზე, რომ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები მაშინ, როდესაც თვითოული ამ ქვეყნის კანონმდებლობით, როდესაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მოითხოვს გარკვეული ქმედების შესრულებას და ეს ქმედება არ შესრულდება, ბევრად უფრო მძიმედ სისხლის სამართლებრივად ისჯება იმ ქვეყნებში, საფრანგეთი იქნება ეს, გერმანია, ესპანეთი თუ ასე შემდეგ, ვიდრე ეს ხდება საქართველოში. ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო. თვითონ დამკვირვებლების განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მაინც აგრძელებენ ამას. ეს უსამართლო დამოკიდებულებაა და ასეთი უსამართლო დამოკიდებულება არ უნდა იყოს მოსალოდნელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისაგან და მათი წარმომადგენლებისაგან, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხდება და რა თქმა უნდა ჩვენი რეაქციაც აქედან იყო. მართველი გუნდი ბრიტანეთის ელჩის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაარევაზე საუბრობს და დიპლომატს ვენის კონვენციის დაცვისკენ მიუთითებს. გარეთ უორდი შეშფოთებულია, როგორც თავად ამბობს, საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით და აცხადებს, რომ ზეამაღლობელი ხელისუფლების კრიტიკის გამოა დაკავებული. ქრონიკამ ბრიტანეთის საელჩოს მიმართა კითხვით, რაზე დაყრდნობით უწოდებს ელჩი კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს, თუმცა კითხვაზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია. საქართველოში გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი. კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის გამო, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი. სამწუხაროდ ბრიტანეთის საელჩო არის ჩაწერილი ამ ეტაპზე იმათ რიგებში, ვინც deep state-ის პოლიტიკას ატარებს, ანუ უსამართლობის პოლიტიკას. ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია და არ უთქვამს, რატომ და რისთვის აფინანსებდა იმ 4 ორგანიზაციას, თითოეულს თუ ავსები 9 მილიონი გირვანკა სტერლინგით, რაც დიდი თანხაა. და რა მიზანი ჰქონდა ამ დაფინანსებას. მას შემდგომ რაც ახლა ამაღლობელს დააბრალეს გმირობა და უნდათ გაესაღებინათ, რომ თურმე პოლიციელს სილასო გაარტყა. ეს არის გმირობა, აი იქ დამთავრდა მათი სამართლიანობა ზოგადად. ელჩი ისევე როგორც პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს. ხო ასეა, ნამდვილად ასეა. დიდ ბრიტანეთში რომელიღაც ჟურნალისტის მხრიდან რომელსაც არ მოწონს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა, ან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა, რომ ამ ჭრილში ბატონ ელჩს სილა უთავაზოს. სილა გაარტყას. სილის გარტყმა იქნება ხელისუფლების კრიტიკა, თუ ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ხო მარტივია ძალიან. ძალიან კარგია თუ კი ქართულად საუბრობს, მაგრამ ქართულად სიმართლე უნდა ილაპარაკოს. ტყუილებს ქართულად ილაპარაკებს, ინგლისურად თუ ფრანგულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ ჩართულები არიან პირდაპირ პარტიულ აქტივობებში. სამწუხაროდ ძალიან ბევრს დაავიწყდა კონვენცია, დაავიწყდა დიპლომატიის არსი და დაავიწყდა რას ნიშნავს იყო დიპლომატი და ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას და ხელმძღვანელობ დიპლომატიურ მისიას მასპინძელ ქვეყანაში. ეს არის სრულიად სტანდარტის არარსებობა, რაც ისინი აკეთებენ და არაერთხელ გვითხოვს კონკრეტული ელჩების მიმართებით, რომ ბოლო-ბოლო დაატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანო საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და პირდაპირ გაწევრიანდნენ რომელიმე დანაყოფში კოლექტიური ნაცმოძრაობის და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. იმიტომ რომ დე-ფაქტოდ ეს ხალხი ამას აკეთებს. თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ლელონ და გახარიას პარტიამ გააფორმეს, მართველი გუნდის შეფასებით ფარსია, რადგან მათივე თქმით გახარია ხაზარაძის გაერთიანება, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ უცხოური ძალების დავალებებით მოქმედებენ. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ისინი ქრონიკის კითხვებს გაექცნენ ღონისძიებაზე, ქრონიკისა და პოსტივის გადამღების ჯგუფი არ შეუშვეს.
ჩვენ უნდა შევქმნათ ეროვნული კამპანია იმისთვის, რომ არც ერთმა ქართველმა პატრიოტმა მონაწილეობა არ მიიღოს რუსულ სპეცოპერაციაში. ამ სპეცოპერაციაში თანამონაწილეობა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ისინი არიან პოლიტიკურ ქორწინებაში. 4 საკრებულოში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ეს მოცემულობაა და ფაქტია და ფაქტი რაც არის იმას რომ ამბობ ეს არც დასმენაა და არც უარყოფაა და ასე შემდგომ. ასე რომ გახარიას თავისი გეგმები რა აქ ეს ჩვენთვის ნამდვილად ინტერესებს აწარმოადგენს, უბრალოდ საუბარია იმაზე რომ ახლა მასთან ხაზარაძეს და რამდენად ექნება ეს პოლიტიკური ქორწინება, ამას ჩვენ ნახავთ. ეს ხო ყველაფერი დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქ ჩამოდის და შემდეგ დიპკორპუსიდან, აქ ადგილზე მოქმედი თუ მათი ვიზიტებიდან, შემდეგ მოდის ეს დავალებები სხვადასხვა ფანჩატურში. ეს იქნება სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური, რაღაც დროებითი ფანჩატურები, დროებითი გაერთიანება დაშლები და ასე შემდეგ. ჩვენი საზოგადოება არ მოტყუდება და სწორედ რა დაკვეთა აქვს ჩვენ საზოგადოება ჩვენ ქვეყანაში და რა დამოკიდებულება აქვს აგენტურ ქსელთა და ესეთ უხეშჩარევასთან გარეძალების მხრიდან, აი ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება 4 ოქტომბერს არჩევნებზე თუ რა პასუხს მიიღებს ეს მათი დაყოფილ, დაკოწიწებულ, შეკოწიწებული და გადაღებილ, გადაბრენდილი ნაცმოძრაობა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციური არხების ცილის მწამებლურ და სიცრუის კამპანიაზე საუბრობს. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ტყუილი და სპეკულაცია ის კამპანიაც, რომლის აგორებაც კონკრეტულად მის წინააღმდეგ სცადეს. ნოდარი მოიშორეთ ტყურიდან თუ შეიძლება და ისე გამეცით პასუხები იმაზე, სად მეძებეთ. პირველს არ აინტერესებს პასუხი, იმიტომ რომ ნოდარ მელაზე ყურში კარნახობს რაღაცეებს და ეხლა მებრძვის უკვე ტელეფონის მეშვეობით. პირველი, კიდე ერთხელ ვიმეორებ. ჩართეთ, აბა. ჩართეთ სპიკერზე. აი ნოდარ მელაზე თუ არა პირადი ინტერესი რომ ვინც კორუფციას ებრძვის და სიმართლეს ლაპარაკობს, ჩართეთ. აი თქვი ყურზე ყავს ნოდარ მელაზე, ხო? კარგი ბატონო მამუკა. ნოდარ მელაზე ყავს თუ არა ყურზე? კი ბატონო, ნოდარ მელაზე ყურზე. ნოდარ სად მომძებნე და ვერ მომაგენი, აბა გისმენ. ნოდარ მელაზე საინფორმაციო სუფროსია და ჟურნალისტებთან კავშირი არის 24 საათი. ნახეთ რა მოხდა? ეხა მითხარით სად მომძებნე და ვერ მიპოვნეთ. თელი დღეა რო აცხადებთ დაიმალაო. სად მომძებნეთ? სად მომძებნეთ, კაცო? ლიდერი არა ის არის, ლევან ხაბეიშვილი არის თქვენაირი აგენტი. თუ კი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის, ყველას მტერი ხარ თქვენ, ვინც კორუფციას ებრძვის. მაგრამ თორნიკე რიჟვაძეს რაც შეეხება, თქვენ დააბრალეთ უკადრებელი დააბრალეთ. ერთი სიუჟეტი დაგვისახელეთ, ამოგიღებ და გამოგიგზავნით. გამოგიგზავნით ესთან. დაბობიდან გადადგომის შესახებ შემდეგ თორნიკე რიჟვაძესთან არაერთი კომუნიკაცია. არა, ან ერთი ან ორი, მაგრამ იმაზე არა, რაც შენ გაინტერესებს. არა, რა თემაზე გქონდათ კომუნიკაცია? არა, იმაზე რაც შენ გაინტერესებს. არა კორუფციაზე, რაც არ დამებრალებია მისთვის არასდროს. რისთვის მირეკავდა და ქონდა კომუნიკაცია სხვა საკითხებზე, მათ შორის მის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ჩემს აზრთან დაკავშირებით. პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვნეთ, იმიტომ რომ ეს ტყუილი იყო და იყო სპეკულაცია. აქ ვარ, ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან ღამეს სახლში მაქსიმუმ 6-7 საათის განმავლობაში. ერთი კვირა მამუკა მდინარაძე არ გამოჩნდა და ამაზე დააპირეთ რაღაცა ბინძურ პიარის აგება. ეს ერთი. მეორე, ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, ტევე პირველი და ასე შემდეგ აზღვევენ ვიღაცების შეკვეთით როგორც ჩანს, რაღაც კორუფციულ ჩანართებს სადღაც. ჩვენი გაცხადებული მიზანია და ვერაფერი რაც არ უნდა დაგვაბრალონ, ამაზე ვერ გვათქმევინებს უარს. ჩვენ სოფლიოში, ირაკლი ყობახიძემ რო თქვა ეს, იმის შემდეგ ამაზე ვართ გადაწყობილები, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და სოფლიოში წარმოიდგინეთ ამხელა ამბიციური მიზანია და რამდენად დიდი შრომა ჭირდება ამას და რა თქმა უნდა დარტყმები იქნება. გაცხადებული მიზანია რომ სოფლიოს სამეულში უნდა მოხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს. თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენ გუნდში ძალიან ბევრი რამე გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ძალიან ბევრი რამე. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია, მისთვის მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა, როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების ფარველობა მით უმეტეს არავის დაუბრალებია, მხოლოდ და მხოლოდ ასეთი
რა ჩვენ საჯაროდაც კი გვინახავს ასეთი წამოსული არის ნაც მედიის და ნაც ჟურნალისტების მხრიდან. ბრალია თუ არ ვამბობ. თუ კი ვინმე სიუჟეტი გავაკეთეთ და თვეების შემდეგ თორნიკერი შეძენთ. უკვე გაგახსენდათ თქვენ თვითონ სიუჟეტი? ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ თვითონ გამიდასტურეთ თვეების წინ რომ სიუჟეტში დააბრალეთ თორნიკეს სიბინძურე. ნახვამდის. სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ის გადაყვანილია კლინიკა ვივამედში. ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი აწარმოებს. მანამდე კი გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ის ცემეს, წერილში ნათქვამია, რომ ის თავდაპირველად მერვე დაწესებულების ხელმძღვანელმა დაიბარა. ბაჩიაშვილი ასევე წერს, რომ 11 ივლისს საღამოს მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ქსურ საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გბ პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო არა სამარტო, არამედ 4 ადგილიან საცხოვრებელ საგანში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამესაგნესთან ერთად, მათ შორის მიმდინარე წლის 12 ივლისამდე. დამატებით აღნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საგანში დაფიქსირდა მსჯავრდებულ გბ-სა და მასთან საგანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გბ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა ვივამედში. მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა. გაეწია სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით იმავე დღეს დაბრუნებული იქნა ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარე წლის 12 ივლისს გბ გადაყვანილი იქნა ნომერ 18 ბრალდებულთა მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების გამო ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება მეორე მსჯავრდებულიც. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინციდენტის დაფიქსირების დღიდან 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მსჯავრდებულ გბ-ს ასევე შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილის მწარმოებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. ქსურ საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედია საშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 12.7%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირველ 6 თვეში ექსპორტის მაჩვენებელი 14%-მდე, იმპორტი კი 12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით საქართველოში საქონლის საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 11 მილიარდ 933 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 12.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდა გვაქვს ორივე მიმართულებით, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ექსპორტი 13.7%-ით არის გაზრდილი და აჭარბებს 3 მილიარდ 233 მილიონ დოლარს. რაც შეეხება იმპორტს, მისი ზრდა 12.4%-ია, ხოლო აბსოლუტური მაჩვენებელი 8 მილიარდ 700 მილიონ დოლარს უახლოვდება. 2025 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტები 3.654.063 გზავრს მოემსახურდნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის 17,000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 50%-ით არის გაზრდილი.
გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, როგორც მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით, ასევე სიხშირეების, ტვირთგადაზიდვის და ასევე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც მისასალმებელია მიმდინარე ტურისტული სეზონის ჭრილში. რა თქმა უნდა, ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და არის შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, იმ საავიაციო პოლიტიკის და იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში 3,5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურეთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. ქვეყნის სწორი საავიაციო პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივახციეთ, რომ საქართველოში 5 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოგვეყვანა. შესრულდა 17,000-მდე ავიარეისი, რაც ასევე 14% მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით და მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ასევე სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საქართველოს აეროპორტების მიერ 16,550 ტონამდე ტვირთი გადაიზიდა. ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს. კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, ასევე პატიმრობას 4-დან 8 წლამდე. მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, რაც თავისთავად ცხადია ზრდის რისკებს ხანძრებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ დაიცვას ზედმიწევნით ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც არსებობს ხანძრის წინააღმდეგ, განსაკუთრებით რისკი იზრდება მაღალი ტემპერატურასთან ერთად და ამიტომ მინდა ვთხოვოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომ და ტურისტებს რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ზედმიწევნით დაიცვან ყველა ის უსაფრთხოების წესები და ყველა ის წესი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ხანძარი არ გაჩნდეს და არ გავრცელდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი განზრახ-მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 4 ადამიანი. მათგან ერთი დაკავებულია დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ-მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, ერთი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, ხოლო 2 დაკავებულს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევი და ამ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია, ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს გორში მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, შემდეგ განმეორებითი დაპირისპირება იყო საცხოვრებელ სახლთან. ერთ-ერთმა დაკავებულმა რამდენჯერმე გაისროლა, დაიჭრა 1 ადამიანი. მომხდარის შემდეგ კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში მეთხილე ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო პროგრამებზე, დარგში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თხილის პირველადი წარმოების განვითარების მიმართულებით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 41 მილიონ ლარს აღემატება. ხორციელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაც. პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით 90,000-ზე მეტი მოსარგებლე ჰყავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია, უშუალო კონტაქტი, რადგანში არსებობს გამოწვევები, რომელიც არის ბაქტერიული დაავადებები. დღეს აქ იყვნენ წარმოდგენილი ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, როგორც სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ასევე სურსათმცურნებლობა. ადგილზე კიდევ ერთხელ გავეცანით და მოხდა შეხვედრა ფერმერებთან, კიდევ ერთხელ იმსჯელეს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ კუთხით არსებობს, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინისტრის მოგზანება, ერთად შევიკრიბეთ ფერმერები. არის გარკვეული პრობლემები თხილის კულტურაში, ეს არის თხილის ძირის ხმობა. ამის მიზეზები დგინდება და ყველას ერთად ჩართულობით ვადგენთ ამ მიზებს და ვეძებთ გამოსავალს, რომ ეს აღნიშნული დაავადება არ გადაიდოს გადავიდეს სხვადასხვა ძირებზე და მცენარეზე.
გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტით გათვალისწინებულია შენობის გამაგრება, თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და შიდა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე გამაგრდება ნაგებობა და მოწესრიგდება ფასადი, მეორე ეტაპზე კი გათვალისწინებულია შენობის თანამედროვე სისტემებით აღჭურვა და რემონტი. მუზეუმში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 50 წელია არ ჩატარებულა. ვიწყებთ ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს. საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ასევე ჩვენ მმართველობის სფეროშია, გადაიბარებს უშუალოდ შენობის რეაბილიტაციას, რადგანაც მათ დიდი გამოცდილება აქვთ შენობების რეაბილიტაციაში. სწორედ საჯარო ბიბლიოთეკა იქნება ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც ლიტერატურის მუზეუმი არ შეწყვიტავს მუშაობას და თავის გამოფენებს იქ მოაწყობს და ჩვენ ამასობაში განვახორციელებთ სრულ რეაბილიტაციას. უსაზღვროდ მადლიერები ვართ, რომ რეაბილიტაცია მოხდება ამ შენობის, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩვენ ამ პერიოდში შევძლებთ, რომ სხვა სივრცეებში, მაგალითად იგივე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავაკეთოთ ჩვენი გამოფენები და ასევე საფონდო საქმიანობასაც გავაგრძელებთ. ჩვენ ერთი ხოლგის ქვეშ ვიქნებით მოქცეულები, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ეროვნული მეხსიერების შემნახველმა უმნიშვნელოვანესმა ინსტიტუტმა წარმატებით განვახორციელოთ ის რეაბილიტაცია, რომელიც აქ არის დაგეგმილი, დამეკისრა მისია დახმარების ხელი გაუწოდო იმ მუზეუმს, რომლის თანამშრომლებსაც ენდო მამაჩემი იმჟამად გროზნოში იძულებით ემიგრაციაში მყოფი ზვიად გამსახურდია, მიანდო მათ რა გადამწვარ კოლხურ კოშკში გადარჩენილი მემორიალური ნივთები. ქრონიკა 17 საათზე ამით დასრულებულია. რამდენიმე წუთში ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.